მოგესალმებით ძვირფასო გამომწერო და არხის სტუმარო, თქვენ მოხდით გურუმი ქალის ტაროზე და მორიგი ჩართვით თქვენთან მინდა კარგახნის მივიწყებული თემა წამოვწიო, რომელსაც სახელად ალბათ უკვე წაიკითხეთ დაანონსებმა, სასიყვარულო გაშლა ქვია. მაშას იფიქრეთ თქვენს პარტნიორზე, მას ვისაც მიეძღვნება აღნიშნული გაშლა, შეიძლება ისინი არ იყვნენ ერთები, იყვნენ ორები და სამები, ანუ ერთი არ იყოს, იმის თქვა მინდა, ან წარსულის აჩრდილებიდან გამოვიდნენ ახლა ადამიანები, ან კიდე ვესთანაც გავთ კონტაქტი, მაგრამ ეს აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. ჩაიფიქროთ აუცილებლად ამ სამაჯურების მიხედვით, მწვანე, შავი და თეთრი სამაჯურები. საიდანაც დაძახება გაიგონოთ, მოდი ჩემთან, ჩემი ხარ, მინდევხარ, ამირჩიე, იქ წავიდეს თქვენი, მოდი ასე ვთქვათ, არჩევანი. ან აერჩიეთ პირველი, მეორე, მესამედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ, მე თავისუფლებას მივცემთ, უკვე იფიქროთ იმ ადამიანზე, ვიზედაც წესდერეგით გაშლა უნდა ვაწარმოოთ, კი ბატონო, ეს ადამიანი ვინ თქვენი აწყვე იყოს, გინ წარსული, გით მომავალი, ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ და თქვენ როგორ უნდა იმოქმედოთ. მოკლედ, დავიწყოთ ჯერჯერობით გავშიფროთ ეს ადამიანი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. მანამ სანამ პირველ ვარიანტზე ვაჯერებ თქვენს ყურადღებას, ვინც აირჩიეთ ეს შესაფერისი მწვანეფერი ავანტიურისა და ენერგეტიკა, კი ბატონო, დავასვენოთ აღნიშნული ვერსიები. ყურადღებით, ვინც პირველი ვერსია ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელზედაც აფიქრობთ ეხლა რა მდგომარეობაშია. მინდა ვთქვათ ძალიან კარგში, არ ვიცი, ეხლა იცი თუ არა მის შესახებ ინფორმაციები, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის სამყარო აჩვენებს, ეს არის არკანი მსოფლიო, აქ ხედავთ ქალს თავისი შვენიერი სიმრგვალეებით, ისე არ არის გამორიცხული, ვიღაც მამაკაცი ქალზე ფიქრობდეს და ის არის, მაგრამ აქ აბსოლუტურად აფერი კავშირი არ აქვს. სქეს, საერთოდ კლასიკაში ამბობენ, რომ ამ არკანის მთავარი მოქმედი ფიგური, რომელიც შიშველი და საერთოდ ჰერმაფროდიტია, არც ქალია და არც კაცი, ან ორივე ერთად არის. დავანებოთ ახლა ამ სიღრმეებში წასვლას, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელზედაც ახლა გვაქვს გასაკეთებელი შიფრი, არის არც მეტი, არც ნაკლები. კარგ ხასიათზე, კარგ მდგომარეობაში, ჰარმონიულ, ასე ვთქვათ, განზომილებაში, რაღაც საინტერესო ციკლი მორჩა მის ცხოვრებაში და ალბათ ახალზე ფიქრობს. უცებ შესვენებაც კი გააკეთოს. ყოველ შემთხვევისათვის მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეფურიგო. არც ამ საყვარელი ლორდის, რომელიც ახლა ამ მომენტისათვის როგორც ტომი, ისე მიფროდა ჰაერში, იმიტომ რომ გაშლას არ მაცლის ჩემო ძვირფასებო ჩვენი ფისუნია. კარგი, მოკლედ, გასაგებია ადამიანი ვიზედაც ფიქრობთ, ეხლა ვიღებთ რომანტიულ ტაროს, ახლა ჩავხედავთ თქვენთან მიმართებაში ეს ვაჟბატონი ან ქალბატონი რას ფიქრობს. დავიწყოთ, რა არის მის გულში, რას ფიქრობს და რა ნაბიჯებს გადმოდგამს. ამასთანავე თქვენ რა სტრატეგიული გეგმით უნდა დახვდეთ, მოდი სავსე მთვარეობის ორაკული დავახვედროთ. ცოტა ისეთი კარტების გაშლები გვაქვს. ცოტა არაორდინარული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადასარევი, იმიტომ რომ რაღაც სტანდარტებიდან ხომ და ამოვხვდეთ, დგება დრო. მაშასე, პირველი ვერსიისთვის, რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი? ოჰო, რომ თქვენ ხართ ძალიან სექსო მადაფაკური, იმიტომ რომ აქ ამოვიდა ქალი კვერთხით, ანუ ცეცხლების დედოფალი, ეს არის ასე ვთქვათ, კარგი გაგებით ცეცხლწაკიდებული ბოლერო, ეს არის სექსუალურობის პიკი, ეს არის ქალი, რომელზედაც ფიქრობ და აი ყველაფერი კარგი ერთხმად და ერთბაშად გინდება, როგორც საპირისპირო სქესი, ფიქრობს, რომ თქვენ ხართ დაუვიწყარი, შეუცვლელი, რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკის. ეს ენერგეტიკები ხშირად შეინიშნება ზოდიაქოს ისეთ ნიშნებს, როგორებიც არიან ლომები, ვერძები და მშვილდოსნები, არ ვიცი,
თქვენ რომელი მათთაგანი ხართ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცს, ამ ადამიანს თქვენზე ესეთი ფიქრები აქვს მოცემულ მომენტში, რა ნაბიჯებისთვის ემზადება, ან საერთოდ ემზადება კი? ჩვენ შემთხვევაში წარდგა ორიანი თასი. სხვათა შორის მონატრება აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ, რაღაც მონატრება თუ არა, უფრო მეტად დავაკონკრეტოთ, ეს არის რაღაც ერთგვარი აი თანამოაზრეობის, ორიანი თასები ამოვიდა, თანამოაზრეობის, რაღაც არაჩვეულებრივი სინთეზი. ეს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არ იყოს ნაბიჯის გადმოდგმა, რაღაცა ადგესთან დაგეგმოს რაღაცა თქვენთან დარეკვა ან მოსვლა ან რაღაცა, მაგრამ გეგონებათ რომ ემოციონალურად მაინც თქვენთან არის და აი ინტერესის სფეროში ნამდვილად ყავხართ, აინტერესებთ რას გააკეთებს. აი მე მაინტერესებს კიდე ერთი კარტი დავამატო, იმიტომ რომ არ გვცემ სათანადო პატივს, პატივს კი არა, პასუხს ამის თქვა მინდა. მოკლედ ჩემი ყურადღება მაინც ბატონ ლორდმა წაიღო. ნახოთ რა კონკრეტული ნაბიჯები ექნება, გასაგებია. ნახოთ ეს რას გვეტყვის. აუ, რა გაფუყულია? გაფუყული ზის და იქეთ ელოდება თქვენგან არც მეტი, არც ნაკლები რას? ნაბიჯების გადმოდგმას. რა ვქნათ? ეხლა თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? ამის თქმა მინდა. თქვენა და ისევ თქვენა. მოწონხართ ევასები, თქვენი ტემპერამენტი ფაქტიურად არის ერთი წუთით. ფაქტიურად არის მისთვის სად არის? რაღაც შეიძლება ერთნაირი სტიქიის ადამიანები ხართ, ცეცხლები ხართ ორივე, არც ეს არ არის გამორიცხული. მაგრამ იმპერატორის ენერგიაშია. ზის გაფუყული და აი ნახავთ უმოძრაოდ ნახავს. თქვენ რა გევალებათ? თქვენ გევალებათ რომ ჯვარი თქვენას ნიშნავს, ეს ნაწილი არის ლენორმანისა და რაღაცა თავდახრილი უნდა ელოდოთ მოვლენების განვითარებას. თვითონ გულაობს თვითონ. რა გიყოთ? რითი დაგეხმაროთ? ისე პრინციპში შეიძლება დავეხმაროთ კიდეც. ვისაც გაქვთ სურვილი, რაღაც ცოტა ტალჩოკები, რაღაც ცოტა ძვრები გაუკეთოთ, შეგიძლიათ მომმართოთ. ოღონდ არ უნდა იყოს რაღაცა უტოპიური ეს ყველაფერი, ალბათ მიხვდით, ხო? რაღაცა ეს კი რომ სახლებებზე არ უნდა იფიქროთ, არ უნდა ჩაიფიქროთ ეფემერული ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ახლა იყო ჩემთან ერთად, ვინც ჩაიფიქრა პირველი ვერსია, იმედია ვერ უთხარი ის რაც ის მოსმენაც უნდა და თქვენგან კარგი წყვილი გამოდგებოდა, მაგრამ რა ვქნათ, ასე არ არის. ხანდახან ჩვენ რო გვინდა მზიანი ამინდი, მაშინ არის წვიმა, მაგრამ ის წვიმა ხო სამუდამოდ არ არის. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ ისეთ ვერსიაზე, როგორც ბრძანდება მეორე. ვინც შავი ჩაიფიქრეთ, გადავდოთ და აბა თქვენი პარტნიორის ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. ნორმალურად გრძნობს ეს ადამიანიც თავს, რაღაც ახალ წამოწყებაზე ფიქრობს, რაღაც საზაფხულო გეგმები აქვს, რაღაც კარგი შანსის მიცემის მშვენიერი პერსპექტივები უდგას, აი აქ ტუზი აქვს, ახლა ფინანსურ ტრიალშია და ეუბნებიან, რომ კარგი შანსი გაქვსო ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ეხლა რაც შეეხება 10 მეტი არის ნაკლები, გადავიდეთ უკვე თქვენთან მიმართებაში. იქნება კამერაში უნდა გამოჩენა, არც ეს არ არის გამორიცხული. იქნებ ეს არის ჩვენი ვარსკვლავი. საერთოდ კარტი და კატა კაკაკი იწყება. ერთმანეთთან ბედნიერები არიან. კარგი. ნახოთ მეორე ვერსია, რას ფიქრობს თქვენზე, ვინც ახლა მე მიყურებთ და რა ნაბიჯებს გადმოდგამს. მოდი აქვე გავაკეთოთ ისაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. თქვენი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეთ. დავიწყოთ, თავს გადასარევად გრძნობთ, რაღაც ახალი საქმისთვის ემზადებათ, ეს რაღაცა საზაფხულო მზადება აქვს, მაგრამ ნახოთ შენზე რას ფიქრობს. თქვენზე რას ფიქრობ და იქ ამოვიდა ის არ აქვია სხვა დედოფალი, აქ კიდე სხვა დედოფალი. რომ ხარ ძალიან ნაზი, ძალიან საყვარელი, ძალიან მოსაფერებელი, ძალიან ქალური. აი ძალიან
ემპათიური, ყველაფრის ასე ვთქვათ, ფემინალური ენერგიების შეყვარებული ქალის რაღაც ესეთი მატარებელი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ბევრი მამაკაცისათვის სასურველი ქალბატონი ფიქრობს, რომ მე გამიმართლა, რომ ესეთ ქალს მოწონვა. ყულის სიღრმეში ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გამს, რომ აი ეს ყველაფერი გამს თუ არა. აი 7-იანი პენტაკლებია. ნაბიჯები გადადგმულია სხვათა შორის. ნაბიჯები გადადგმულია. არ არის გამორიცხული სახლში გეწვიოთ? ან რაღაც შენობაში მოხდეს თქვენი შეხვედრა? არ არის გამორიცხული რაღაც ისეთი მოხდეს, აი შეხედე როგორი მომენტია, აქ მამაკაცი არ ვიცი ჩანს თუ არა კამერაში, არ ვიცი, აი მამაკაცი აქ ზის, ნახე მოკუნტული 400-ზე, ხალი კი მიდის მის დასახმარებლად. არ არის გამორიცხული, ეს ნაბიჯები თვითონ გამოიწვიოს ეს პროვოცირება და თქვენ იჩქაროდეთ მის შესახვედრად, ან მის დასახმარებლად, ან მასთან რაღაც მაგნიტური ის მოხდეს. აბა როგორ უნდა იმოქმედოთ ამ სიტუაციაში, თუ ჩავარდება მომენტი, მან გთხოვათ რაღაც დახმარება, მანდ ფინანსური არ არის. შეიძლება გთხოვათ გვერდით გომა მორალურად, თქვენ რას აკეთებთ? როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? ვაიმე, არ ჩემიძლია. ჯაგლი ნახეთ, რა საყვარელია. რისი სიმბოლოა ჯაგლი? ჯაგლი რგულებისა. სადარაჯოზე დგას, სიყვარული სადარაჯოზე. სხვადასხვა მეორე ვერსია ყველაზე ნორმალურია. აი ეს ნაბიჯები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ უფრო დგანს, ქალები და კაცები, ან თქვენი პარტნიორი ან ჩაფიქრებული ადამიანი და თქვენ, უფრო აქტუალურია, ვიდრე ცალკე აღებული მისი აქტიურობა. მაგრამ დასაგებად გამოვხატე. ძალიან დიდი მადლობა, უფრო ვცლად ვერ დაგალაპარაკებთ, იმიტომ რომ ესეთი წესი მაქვს, უბრალოდ იმის გამო მინდა, რომ თქვენ შეგიძლიათ მომართოთ და პირად გაშლებში ბევრი ვილაპარაკოთ. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცა მივცეთ საშუალება ადამიანებს გვეკონტაქტოს, თუნდაც მე ვიცი რასაც ნიშნავს დღევანდელ ცხოვრებაში, რა პრობლემურია ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ რაღაცებს მაინც ვცდილობ მაქსიმალურად სასიყვარულო გაშლებზეც, ფინანსურზეც და წარმატებებზეც და ასე შემდეგ. მოდი, ვინც ეს 1 და 5 ხელსაბამო გავიკეთებ. რატო მომინდა რომ გავიკეთო, რა ვიცი, რატო არ მომინდა, არ ვიცი. კარგი, გული არ დაგწვეთ, გავიკეთე. აჰა. ციტელთან ბეჭედზე გადის. ნახოთ მესამე ვერსია როგორ ენერგიაში. ეს ნამდვილ მამაკაცურ ენერგიაშია. შვიდიანი კვარცხლები პირდაპირ მოწოდებულია მოპოვებულის დაცვისა, დარტყმის მოგერიებისა. მოწოდებულია აბა ბიჭოთ მე თქვენ მიგონი ვართ. ანუ ყველა ეს თავდასხმა, რაც პირდაპირ თუ გადატანა მნიშვნელობით შეიძლება ადამიანმა განიცადოს, აქვს მას ამ მოცემულ მომენტში ნაგემი და აი ამ ასე ვთქვათ ენერგიებში ბრძანდება, ოღონდ იცოდეთ რომ თავს არავის არ აჩაგვრიებს. ძალიან კაი ხასიათია. კარგით, ეხლა რომანტიკული ტარო ავიღოთ და ნახოთ თქვენზე კონკრეტულად ეს ვაჟბატონი რას ფიქრობს და რა ნაბიჯებს კონკრეტულ ნაბიჯებს გადმოდგავს. მესამე ვერსია, ეს ბოლო ვერსია და მოდი ვნახოთ თქვენი ინსტრუქცია. ვინც ახლა ამ ვიდეოს ხედავს, ის როგორ უნდა მოიქცეს აი ამ პარტნიორთან მიმართებაში. პირველი ორი გავიგეთ, ეხლა მესამესაც გავიგებთ. მოდი. ამას მისი გაჭირობა აქვს ახლა, ну ასე ვთქვათ, ასე თუ ისე, თქვენზე რას ფიქრობთ, ესა განმოყენებულად ფიქრობ? რაო როგორი ხართ თქვენო? აქ უკვე საუბარია აბსოლუტურად სხვა წინა ორისგან განსხვავებულ სიტუაციაზე. ჩვენ აქ ხედავთ ძალიან მკაცრ, რამაყდ, საკმაოდ პრინციპულ ტიპს, რომლის სახელი არის ხმლის მეფე. ანუ როგორი არის, აი ისეთი არის, რომ აი სადაც წაეწევა სამართლიანობის სახელით, თავისი პრინციპულობის სახელით ყველაფერს ხიბავს. მის დღემში მომარჯვებული აქვს ასე ვთქვათ სამართლიანობის სიმბოლო ხმალი და დაიღუპოს კაცობრიობა, ოღონდ გაიმარჯვოს სამართლიანობა, ესე იგი იმპერატორ იუსტიციანეს ეგრეთ წოდებული დევიზი აქვს თქვენზე ასე ამბობს. ხოდაშორის ფიქრობს რომ მასზე მაგარი კაცი ხართ. აი, ხო მივხვდით როგორ თუ ქალები უყურებთ ამას. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში?
აქ ამოვიდა მე-20 არკანი, რომლის სახელია, ხო, სხვადასხვა ეს ურთიერთობები, ესე მარტივად არ იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა საყოველთდღიურო თემა, აქ ესეთი მაღალი არკანი როგორც არის სამსჯავრო ამოვიდა და ამ კარტთან თუ ჩავრღმავდებით, აუცილებლად მივიღებთ რაღაც ისეთ და მნიშვნელოვანს, რაც უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს თქვენს შორის. ანუ მართალია, თქვენი საქმით ახართ ახლა დაკავებულები, მაგრამ რაღაც სერიოზული აუცილებლად უნდა გაიგოთ ამ ადამიანიდან გამომდინარე. ან იქნება თქვენი ინიციატივა, ან სიტუაცია მოიტანს ამას, ან უბრალოდ აუცილებლობა შეიქმნება იმისა, რომ გაირჩეს საქმე, ოღონდ თქვენგან არა, ზემოდან, ისე ლამაზად ჩამობრძანდება. თქვენ რას აკეთებთ ასეთ სიტუაციაში, როცა ეს არის ზემოდან, ანუ ზეციური სამსჯავროდან ჩამოსული ანგელოზის სურვილი, აუ მართლა მაინტერესებს ერთი რა სურვილია. კაი რა, შემიძლია. ცოტა რთულადაა მესამე ვერსიაში საქმე, არ მინდა ამის გავრცობა და ლილია. თქვენ რასაკვირველია, უმეტესობა ქალი მიყურებთ და ლილიას ენერგიაში ბრძანდებით. ლილია არის ნაზი, სურნელოვანი, ლილიას აქვს თავისი არომატი და თავისი ეგრეთ წოდებული რაღაც ისეთი ერთგულებისა და სინაზის სიმბოლიკა. თქვენ მისი წარმოდგენები უნდა დაამსხვრიოთ, იმიტომ რომ მისი წარმოდგენები უფრო მკაცრი და ნამწარია თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ ხიპავთ იქ, სადაც ცოტა არ მოგეწონებათ, მაგრამ სინამდვილეში ასეთ შემთხვევაში უნდა დატკბეთ. აი ამ ძლიერი მამაკაციდან, ამ რისხანე დიქტატორიდან უნდა გადაიქცეთ ამ უნაზეს და უფაქიზეს ლილიად, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენია დღეს დაიმსახურებ და მოგართმევენ თუ ლილია არა, ქრიზანთემა მაინც იქნება თუ ქრიზანთემა არა, ზამბახი არა, ლილია არა, ვართი, გვირილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ასე, ეს იყო ირის თემაც გვინდოდა, ეს საჯარო გაშლები, რომელიც ზრიგ შემთხვევებში შეიძლება არ რეზონირდეს, ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს, მაგრამ ინდივიდუალურად, როცა ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, რასაკვირველია და კამერის შემწეობით და მეშვეობით, მაშინ გაცილებით დიდია ალბათობა, რომ ჩვენს რეალობას თქვენი ენერგეტიკის დამსახურებით დაემთხვეს და ზუსტად მოგცეთ რჩევები. ამის თქმა მინდოდა, მეტი სამჯერად ვერა, თუ რამეში ვართ საჭირო, არ მოგერიდოთ და მომწერეთ. მიხარია რომ ჩვენთან ახართ, დაალაიქეთ, გაიზიარეთ, რაც უფრო მეტჯერ გააკეთებთ ამას, უფრო მეტად შეგერგებათ ეს ჩემგან გულით უანგაროთ თქვენთვის მოძღვნილი სასიყვარულო თუ არასასიყვარულო გაშლები. აბედროებით, მადლობა.